ადამიანები, რომლებიც მომავალში ზედმეტად დარწმუნებულები არიან, ვინც ზუსტად იცის სად მიდის, ვინც ძალიან მკაფიოდ წარმოიდგენს სად იქნება 2 ან 3 წლის შემდეგ. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რამდენად მოსაწყენია ეს. ერთ მკითხველს სურს რომ იცოდეს, როგორ უმკლავდები მომავალთან დაკავშირებულ გაურკვევლობას და ზოგადად ცხოვრებასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას. ეს საკმაოდ დიდი კითხვებია, უნდა ვაღიარო. არსებობს გაურკვევლობის 2 ტიპი. ერთი გაურკვევლობა საკუთარ თავთან და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით და მეორე გაურკვევლობა სამყაროსთან დაკავშირებით, რაც მერწმუნედ ძალიან მზარდი პრობლემაა. დღეს მსოფლიო კარგად არ გამოიყურება. ამას გულწრფელად ვამბობ, როგორც ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს საკმაოდ სიღრმისეულად სწავლობს. დიდი ეგზისტენციური თვალსაზრისით საქმეები ძალიან ოპტიმისტურად არ მიდის. ამაზე ზედმეტად ღრმად ფიქრი არ შეიძლება, რადგან ამ პროცესების დიდ ნაწილზე შენ კონტროლი არ გაქვს. უნდა იფიქრო იმაზე, რაზეც ძალაუფლება გაქვს. შეგიძლია აკონტროლოს საკუთარი აზრები. შენ არ ხარ ვალდებული ყოველდღე იფიქრო იმაზე, რომ 10 წელიწადში ყველაფერი ჯოჯოხეთამდე მივა. არ ხარ ვალდებული რომ ამაზე ინერვიულო და არ ხარ ვალდებული მასზე აკვიატებით იფიქრო. თუ გაწუხებს მაგალითად ავიღოთ გლობალური დათბობა. გლობალური დათბობა რეალური პრობლემაა და ყველას უნდა გვანაღლებდეს. მაშინ ეს ენერგია მიმართე მოქმედებისკენ. არ დაიწყო ყოველდღიური უაზრო ფიქრები. აუ ეს რა ხდება? აი ის ხდება. გააკეთე რამე. შეიტანე წვლილი, შეუერთდი მოძრაობას, იყავი მოხალისე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც რამდენიმე წლის წინ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მოხდა, ღმერთო, უკვე 2 წელი გავიდა. რამდენიმე უკრაინელმა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობდა, მომწერა. თავს საშინლად გგზნობ. აქ ვარ ფლორიდაში, მზე ანათებს და მგონია რომ ვერაფერს ვაკეთებ. რა შემიძლია გავაკეთო, რომ ეს შეგრძნება მოვიშორო? მე კი უპასუხე, რაიმე აქტიური გააკეთე. ორგანიზება გაუკეთე ადამიანებს ამერიკაში, რომ დაეხმარონ უკრაინას. იმოძრავე. შექმენი ორგანიზაცია. გაანათლე ამერიკელები იმაზე, რაც ხდება. რამე გააკეთე, რომ უბრალოდ არ ცხოვრობდე ამ დიდი ეგზისტენციალური შიშით, რომ თითქოს არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. გადადგი პატარა ნაბიჯები და არ იდარდო დიდ მაკრო პროცესებზე, რომლებზეც ჩვენ თითქმის არ გვაქვს კონტროლი. გააკეთე ის, რაც შეგიძლია. აქ და ახლა შენს პირად მომავალზე. არსებობს კარგი გაურკვევლობა და არსებობს ცუდი გაურკვევლობა. ადამიანები, რომლებიც მომავალში ზედმეტად დარწმუნებულები არიან, ვინც ზუსტად იცის სად მიდის, სად იქნება 2 ან 3 წელიწადში. ხშირად ვამბობ ხოლმე, რამდენად მოსაწყენია ეს, რამდენად უინტერესო. ცხოვრება მცირე გაურკვევლობით, ეს არის სიამოვნება, ეს არის მღელვარება, ეს პატარა საიდუმლოებაა. მე არ ვიცი სად ვიქნები რამოდენიმე წელიწადში. მე რობერტ გრინი, შეიძლება მკვდარიც ვიყო, ან შეიძლება სულაც ახალ წიგნს ვწერდე. არც კი ვიცი რა თემაზე იქნება ეს წიგნი. ამას განზრახ ვტოვებ. თუ ჩემს ცხოვრებას ბოლომდე დავგეგმავდი, თუ ყველაფერს სრულად გავაკონტროლებდი, ვერ ვიცხოვრებდი და ვერ ვისიამოვნებდი ცხოვრებით. ამიტომ გაურკვევლობის გარკვეული დოზა კარგია. ღია მომავალი შესანიშნავია, მაგრამ ზედმეტი გაურკვევლობა, ზედმეტად ღია მომავალი, ეს უკვე დამბლას გცემს. შენ უნდა ისწავლო ამ სამყაროში ცეკვა. ეს არ არის ან ეს, ან ის სიტუაცია. არც არის აუცილებელი რომ აბსოლუტურად სწორი იყო და არც სრულ გაურკვევლობაში უნდა ჩაიძირო. შეგიძლია ორივეს ნაზავი გქონდეს. უნდა გქონდეს შეგრძნება სად მიდიხარ ცხოვრებაში, რას გინდა მიაღწიო, სად გინდა რომ იყო. მაგრამ ამავე დროს არ დაგეგმო ყველაფერი დეტალურად. არ დაიწყო სამსახური იმ აზრით, რომ აქ 10 წელი უნდა დავრჩე, რადგან ფინანსური უსაფრთხოება მჭირდება. ცხოვრებაში საჭიროა თავგადასავალი, საჭიროა გახსნილი მომავალი, მაგრამ ასევე საჭიროა გქონდეს მიმართულება. ეს შეიძლება რთულად ჟღერდეს და თუ ეს ასეა, გირჩევ წაიკითხო წიგნი ოსტატობა, განსაკუთრებით პირველი ნაწილი, პირველი თავი და ასევე ადამიანური ბუნების კანონების 13 კანონი, რომელიც მიზნის პოვნასა და ცხოვრების მიმართულებებს ეხება. იქ გაძლევთ იდეებს, როგორ შეიძლება ამ პატარა ცეკვის შექმნა და იცოდე, თუ სად მიდიხარ, მაგრამ ამავდროულად იყო გახსნილი ცვლილებების მიმართ. და ჩემს საქმეში ის რომ ზუსტად არ ვიცი ხვალ რას დავწერ, ეს კარგია, მაგრამ ის რომ საერთოდ არ ვიცი რის შესახებ წერ, ეს ცუდია. ამიტომ ეს ბალანსი ყოველდღე უნდა შევქმნა. იმედი მაქვს რომ ეს რაღაცით დაგეხმარა.